სამინისტრო ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია პედიატრიული სერვისების ხელმისაწვდომობასთან და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სერვისები ხელმისაწვდომი იყოს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ზოგადად რეგიონების მდგომარეობა განაპირობებს, რეგიონული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არის ეს მნიშვნელოვანი და იმავდროულად რუხის განსაკუთრებული მისიიდან გამომდინარე ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების საგანია, რომ რუხში ასეთი სერვისები იყოს ხელმისაწვდომი. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც დღეს ვაცხადებთ, რომ იხსნება და გახდება ხელმისაწვდომი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თერაპიული პედიატრიული მიმართულებით პაციენტების მომსახურება, საკმაოდ დიდი ბლოკია, ასე ვთქვათ, ახალი განვითარებული, შექმნილი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ჯანდაცვაზე რეგიონებში ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით პედიატრიულ სერვისებზე. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო აგრძელებს განვითარებას. ამჟამად ჩვენს მოსახლეობას შევთავაზებთ პედიატრიულ სამსახურს. კადრები შერჩეული არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან შემოსული თითოეული პატარა პაციენტი, რომელიც ჩვენ კლინიკას მომართავს, აბსოლუტურად ადეკვატურ და კარგ სერვისს მიიღებს. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიხსნა პედიატრიული მიმართულება, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს 3 სივრცეს. ეს არის ამბულატორია, სადაც ტარდება გეგმიური კვლევები და გეგმიური ვიზიტი ხორციელდება. შემდეგი სივრცე ეს არის ემერჯენსის განყოფილება, სადაც 24/7-ზე შეუძლია მომართოს პაციენტმა სხვადასხვა ჩივილებით, ჩაუტარდეთ კვლევები დიაგნოზის და საჭიროების მიხედვით, შეფასდება მათი მდგომარეობა, მოხდება დაყოვნება იგივე სივრცეში და შედეგების მიხედვით მოთავსდება პაციენტი ან დეპარტამენტში პედიატრიულში გაეწერება ბინაზე დანიშნულებით უკვე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.